ჩვენ ახლა ვიმყოფებით გვერდით ამ მხარეს, სადაც სალომე ზურაბიშვილი იყო რამდენიმე წუთის წინ. აქ მოვიდა საქართველოს პრეზიდენტი, ალბათ ამ კადრს ხედავდით კიდეც პირდაპირ ეთერში, როდესაც სალომე ზურაბიშვილი მოვიდა, აქ პარლამენტის აპარატის თანამშრომლები იყვნენ, ასევე მერიის უსაფრთხოების სამსახური და საპოლიციო ძალები. პრეზიდენტს სურდა სცენასთან ნაძვის ხესთან შეცვლა, რის უფლებასაც მას არ აძლევდნენ, ხოლო მას შემდგომ, რაც მომიტინგეებმა დაიწყეს სკანდირება შეუშვით, უკვე ამის შემდგომ რაც დაარეკეს აქ მყოფებმა ზემდგომებთან და მიიღეს მითითება, რომ შეეშვათ საქართველოს პრეზიდენტი, უკვე შემდგომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება. აქედან ახლა შესაძლოა ვეღარ ხედავდეთ სალომე ზურაბიშვილს, იმიტომ რომ სცენისკენ გადაინაცვლა, მეც იქით ამ მხარეს გადავინაცვლებ, რომ გაჩვენოთ კადრი, აი დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში ითხოვდა საქართველოს პრეზიდენტი, რომ ნაძვის ხის ჩაკეტილ ტერიტორიაზე შესულიყო და ვიდრე აქ მყოფმა მერიის თანამშრომლებმა არ გადარეკეს ზემოთ, ალბათ როგორც ხდება, ბოდიში ხდით, უნდა გავიდეთ, იქამდე არ შეუშვეს სალომე ზურაბიშვილი, ახლა უკვე შიდა ტერიტორიაზეა. ის იქ სადაც არის სპეციალური სცენა მოწყობილი, სადაც ნაძვის ხის ანთების ღონისძიება უნდა ყოფილიყო, მაგრამ ვერ შედგა იმ ობიექტური მიზეზით, რომ ქართველი ხალხი დგას ქუჩაში და ამ ხალხს არ ეზეიმება. სალომე ზურაბიშვილი მოულოდნელად მოვიდა რუსთაველის გამზირზე, პირველი სკოლის მხრიდან, ის მოვიდა აპარატის თანამშრომლებთან ერთად, რასაკვირველია და მას თავარი სურვილი ქონდა, რომ ზუსტად ამ სცენის ტერიტორიაზე შესულიყო. სალომეს სკანდირებენ აქციის მონაწილეები და გამოხატავენ პატივისცემას პრეზიდენტის მიმართ. ახლა ვინაცვლებ, არ ვიცით ახლა იქ შიგნით ვის ესაუბრება და რას აკეთებს საქართველოს პრეზიდენტი, მაგრამ წინა მხრიდან ალბათ უფრო იქნება ხილვადობა, რა ხდება იმ შემოსაზღვრულ ჩაკეტილ ტერიტორიაზე, სადაც ნაძვის ხის დაცვის სპეცოპერაცია მიმდინარეობს. აი მივუახლოვდით ამ ლოკაციას, მაგრამ ვერ ვხედავ მე სალომე ზურაბიშვილს, ვხედავ მხოლოდ საპოლიციო დანაყოფებს ახლა ამ ლოკაციაზე. ისინი არიან გამაგრებული. ალბათ სალომე ზურაბიშვილი მიმართავს აქ შეკრებილებს. ჩვენც გვაქვს რასაკვირველია ინტერესი, რას იტყვის საქართველოს პრეზიდენტი. ხედავთ, რომ საპოლიციო კონცენტრაცია ისევ დიდია. იმ ტერიტორიის მიმდებარედ, სადაც ნაძვის ხის ანთების ღონისძიება უნდა ყოფილიყო და სადაც რამდენიმე წუთის წინ მოვიდა პრეზიდენტი. მე გეტყვით, რომ მაშინ, როდესაც სალომე ზურაბიშვილი მოვიდა ამ ტერიტორიაზე, ზურა მგონი გვერდით ამ მხარეს არის, მოდი იქით გადავინაცვლოთ. მადლობა. როდესაც სალომე ზურაბიშვილი მოვიდა ამ ლოკაციაზე, სადაც ჩვენ ვიყავით, მაშინ არ ქონდა ჯერ კიდევ ქართულ ოცნებას გაკეთებული განცხადება და კახი კალაძის ბრიფინგი არ იყო, სხვათა შორის ნიშანდობლივია, რომ ბოდიში უნდა გავიარო. თავრობის ადმინისტრაციაში გაკეთებული ბოდიში უნდა გამოხვიდა პირდაპირ ეთერში ვარ ბოდიში. ზურა დადექი ზურა. აი სალომე ზურაბიშვილს ხედავთ, რომელიც დგას აქ ამ ტერიტორიაზე, სცენის მიმდებარე. საქართველოს გამარჯოს და საქართველოს პრეზიდენტს გაუმარჯოს, თქვენ გესმით შეძახილები. საუბრობს სალომე ზურაბიშვილი, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ დისტანცია დიდია, ახლა გარჩევადობა არ არის, მაგრამ ის ესალმება მომიტინგეებს, ესალმება და ესაუბრება მომიტინგეებს. დგას შიდა სივრცეში, სადაც არის ნაძვის ხე, სადაც რკინის კონსტრუქციებს ხედავთ სცენას, რომელიც აქ დგას. აი ხედავთ, მომიტინგეები საქართველოსა და ევროკავშირს აფრიალებენ სალომე ზურაბიშვილის წინ მხარდაჭერის ნიშნად. ხედავთ ახლა რა ვითარება, ალბათ სიტყვითაც მიმართავს პრეზიდენტი აქ შეკრებილებს და იქამდე მე გეუბნებოდით, აუცილებლად იმას დავასრულებ, რომ სალომე ზურაბიშვილი ჯერ კიდევ მაშინ მოვიდა აქ, როდესაც კახი კალაძეს თავრობის ადმინისტრაციაში, სადაც მისი ადგილი არ არის, არც მერიაში არ არის მისი ადგილი, მაგრამ ასე ფორმალურად საერთოდ არ არის თავრობის ადმინისტრაციაში მისი ადგილი. იქ გააკეთა განცხადება, რომ არ იქნებოდა დღეს ნაძვის ხის ანთება და გადადო 28 დეკემბერს. თუ სწორად მახსოვს. ჯერ კიდევ არ იყო ეს ინფორმაცია გავრცელებული და გასაჯაროებული, როდესაც მოვიდა სალომე ზურაბიშვილი. როგორც ჩანს, პრეზიდენტს სურდა კახი კალაძის ტიტუშკების მერის პირისპირ დგომა ნაძვის ხის ანთების მომენტში, იმიტომ რომ ფიზიკურად არ იცოდა სალომე ზურაბიშვილმა ანთების ღონისძიება რომ გადაიდო, მაშინ როდესაც ის გამოჩნდა რუსთაველის გამზირზე.
ხალხის სკანდირება გესმით სცენაზე ასვლისკენ მოუწოდებენ მომიტინგეები სალომე ზურაბიშვილს და არ წყდება აქ ოვაციები და აღტაცება საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლის გამო, თუმცა გესმით რომ გრძელდება კვლავაც აქ ოვაციები და შეძახილები. ამ კადრს ხედავთ, ახლა საუბრობს სალომე ზურაბიშვილი თავის თანამშრომლებთან, საუბრობს დეტალებზე, ალბათ შესაძლოა მიმართოს კიდეც სიტყვითაც, იმიტომ რომ იქამდე ვიდრე ნაძვის ხის ანთებას გადადებდა დედაქალაქის მერი, აქ იყო ტექნიკური შემოწმება, ყველაფერი წესრიგშია. ეს იმას ნიშნავს, რომ მათ შორის მიკროფონი მუშაობს და სალომე ზურაბიშვილს შეუძლია აქ შეკრებილებისთვის მიმართვა. ამიტომ ტექნიკურად პრობლემა არაფერი არ არის, მხოლოდ და მხოლოდ ბოდიში ეხა ოპერატორს აწვევით და მუშაობს. მოკეთ ტექნიკურად ყველაფერი მზად არის იმისთვის, რომ ჩვენ მოვუსმინოთ სალომე ზურაბიშვილს.